ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი მცხეთა მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე ზაგაშვილსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა სატყეო სექტორში დაგეგმილი რეფორმის მთავარი მიმართულებების განხილვის მიზნით გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავებული სატყეო რეფორმის თანახმად ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის იანვრის თვიდან ტყის მცველთა ხელფასები გაორმაგდა. შეხვედრაზე ბესიკ ამირანაშვილმა მცხეთა მთიანეთის სატყეო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი გიორგი თათარაშვილი წარადგინა. სატყეო სექტორში დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით აქტიურ კომუნიკაციას ვაგრძელებთ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. დღეს შეხვედრა ჰქონდა მცხეთა მთიანეთში ადგილობრივ ხელისუფლებასთან. დაგეგმილია სამცველოების დამატება ამ რეგიონში, ასევე ტყის მცველების რაოდენობის ზრდა, რაც უმნიშვნელოვანესია იმ ამოცანების განსახორციელებად, რაც ჩვენზეა დაკისრებული რეფორმით.